გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში შიდა საუკუნო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 539,000 ლარამდეა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1500 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გაეცნენ. კახეთის რეგიონში ჩაროსტული ავტომაგისტრალების მშენებლობის პარალელურად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა საუკუნო გზების მოასფალტება რეაბილიტაციის სამუშაოები. ადგილზე გავეცანით გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ბაკურციხის შიდა საუკუნო გზების სარეაბილიტაციო პროცესი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო კილომეტრ-ნახევრამდე ასფალტის საფარი. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტით და მისი ჯამური ღირებულება 550,000 ლარზე მეტ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე ვიმყოფებით სოფელ ბაკურციხეში, სადაც 4 შიდა საუკუნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ბაკურციხეში 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი დასასრულს უახლოვდება. წყლის სისტემების მონტაჟი დასრულებულია და რეაბილიტაცია უტარდება ისეთ ქუჩებს, რომლებიც ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იყო. წლებია რომ ეს გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. გაკეთდა სანიაღვრე არხი, გაკეთდა ეს დიდებული საქმე ასფალტი და ქალაქს დაემგზავნა აქაურობა და დიდი მადლობლები და კმაყოფილები ვართ მთელი სოფელი და მთელი უბანი აქ